გოგონა მუდამ განსჯის საგანია. ჯერ იყო და მის საქართველოს სტატუსის მოპოვების შემდეგ ჟურნალისტები სვავებივით გარსეხბეოდნენ და მორიგი სკანდალის აგორების თემაც სწორედ მის პირად ცხოვრებას ირჩევდნენ. მერე სიტუაცია მიწყნარდა. თუმცა რამოდენიმე დღის წინ ჯანეთ ქერდიყოშვილის შესახებ თბილისური ჭორბიურო ისევ ალაპარაკდა. ქართველი ლამაზმენი საკუთარი ფიზიკური მონაცემების შემდეგ თავისი მუსიკალური ნიჭის დემონსტრირებას ცდილობს. ჩვენს ეთერში კონსტანტინ მელაძის ახალი შოუს ხაჩუ ვიაგრუს შესახებ უკვე არაერთხელ მოგიყევით. ცნობილი პროდიუსერი უკრაინული გოგონების ჯგუფისთვის ახალ წევრს ეძებს. მუსიკალური შოუს მონაწილეთა შორის კი ამ სეზონზე სწორედ ყოფილი მის საქართველო გამოჩნდა. Я только посмотрела в зеленые, как море, глаза. Я даже не успела тебе о самом главном сказать. Как тихо падал дождь. ჟანეტმა სიმღერა რუსი მომღერლის ალსუს რეპერტუარიდან შეასრულა და თქვენ წარმოიდგინეთ მის ლამაზ თვალებს მიღმა, თურმე მომღერლის მონაცემები დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა. ლამაზმენის მშვიდი მიმზიდველი ტონით ნამღერმა ჟიურის წევრები მოხიბლა. თუმცა ერთი-ორი შენიშვნა იმაზეც მიიღო, რომ მის შესრულებაში ქართული ტემპერამენტი არცაც ჩანდა. ამ ფრაზაზე საპასუხოდ ჯანეტი არ დაბნეულა და ჟიურის ეგზოტიკური ცეკვა შესთავაზა. თამამად გეტყვით, რომ კონსტანტინ მელაძის მსგავსი მზერა უკვე კარგის მანიშნებელია. მის საქართველო მომდევნო ტურში გადაიყვანეს. ჟანეტის მიმართ კონსტანტინ მელაძე აშკარად დადებითად განეწყო, რაც ამ უკანასკნელს ხშირად არ ახასიათებს. ქართული მუსიკალური შოუების არ იყოს, ხაჩუ ვიაგრუს სასაცილო გამოსვლებით ხშირად გვანებიბრებს. Полетела бомба. Виагру вы не проходите. Идите на. К счастью, я уцелел после вашего танца. Я хочу, чтоб ты верил, я хочу, чтоб ты პოპულარულ ჯგუფში მოსახვედრად კი კონკურსანტები რაზე აღარ მიდიან. მღერიან, ცეკვავენ და იხდიან კიდეც. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა კონკურსანტმა მთელი დარბაზი ააფორიაქა. პროფესიით სტრიპტიზორმა გოგონამ გახდა შუა სცენაზე დაიწყო. მთელი სიმღერის განმავლობაში მაყურებელი მის საბოლოოდ გაშიშვლებას ელოდა. თუმცა სიმღერის დასასრულს ეს უკანასკნელი ხორცისფერი საცვლების ამარა იდგა სცენაზე. სხვათა შორის სტრიპტიზორი გოგონას კრეატივი და რაც მთავარია ფიგურა მელაძემ შეაფას და აფასა და ეს უკანასკნელიც მეორე ტურში გადაიყვანა. შეგახსენებთ, რომ შოუს ხაჩუ ვიაგრუ პრემიერა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე 6 სექტემბერს შედგა და უკვე მაღალი რეიტინგი აქვს. ჩვენი გადაგრჩენია ტელევიზორებთან მოვკავათდეთ და მომავალ გადაცემაში მის საქართველოს ვუგულშემატკიბროთ. Я только посмотрела в зеленые, как море, глаза. Я даже не успела тебе о самом главном сказать. Как тихо падал дождь вчера. Он знал, что ты придешь вчера. А я не поняла вчера, что среди городов и волшебных снов я просто тебя ждала.